და როცა YouTube-იც კი რო არ იყო და ინტერნეტი რო არ იყო ჩვენამდე. აი მე და მოვიდა ეკონომიკურად გამიჭირდა, უნდა გამეყიდა და მოვიდა მან და მითხრა რომ მაჭახელა თოფი გქონებია გასაყიდიო, მე მისი კოლექციები მაჩვენა. მე ვუთხარი ეს ისი არაღი არ არის რაც შენ კოლექციაში უნდა იდოს. ეს არის რაღაც ჩემს მე შექმნილი ფანტაზია. ხო, ეს არა, ამის გარდა მეორე კიდე მქონდა იმ იარაღზე ვსაუბრობთ ახლა. მე მან მითხრა რომ სად ნახავთ ამას რომ დავამზადოთ ისეთი მე ვუთხარი ერთადერთი ეგზემპლარი ქუთაისის მუზეუმში რომელიც ისტორიულად მისი გადმოცემით ისტორიულად დადასტურებულია სუფთა მაჭახელა თოფია. შეიძლება დღესდღეობით ძალიან ბევრი იყოს სხვადასხვა კოლექციებში, მაგრამ არ აწერია მას, მაშინ არ ეწერებოდა, არ სტამღაედებოდა რაღაცნაირად. ხო, არ იყო ბრენდირება და შეიძლებაც იყოს ძალიან ბევრი. იმიტომ რომ მაჭახელაში 20-მდე ოსტატი მუშაობდა. ისე გადაიღერო თოფები ჩემს. ამ საქმეზე. შემდეგ მან შეაწუხა ერთი ასეთი ადამიანია, ასამბლე არსიანის დირექტორი გიორგი ჭანიშვილი. იმან ჩარია იქ ხალხი, რავი, ქუთაისის მუზეუმში ჩავედით, იქიდან ავიღეთ ზომები. იქ დახვდნენ საკმაოდ კარგად ის ადამიანები და დავამზადეთ ეს სასროლი იარაღი თოფი მაჭახელა. ცოტა პირველად ძალიან გამიჭირდა. იმიტომ სულ სხვა რაღაცაზე ვმუშაობდი უკვე. მე რომ ვმუშაობდი მაგალითად აი ამას რო ვაკეთებდი, მე როგორც მინდოდა ისე ვაკეთებდი. როგორც მომეხერხებოდა. უკვე სხვა ზომები რომ მივიღე, უკვე მე როგორც მომეხერხებოდა, ისე არ ხდებოდა. ანუ ასლი კეთდება, ასლი კეთდება, ზომებში უნდა მივიდეს. ხო, ზომებში უნდა მივიდეს, რაღაც ისეთი მასალები უნდა გამოიყენო, როგორც ორიგინალს აქვს. ცოტა სხვანაირ რაღაცას შევეჭიდე. ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, რომ